მოგესალმებით. თქვენ უყურებთ დღის მთავარი ამბის ბლიც ანალიზს. გრძელდება სკანდალი BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური მომწავლელი ნივთიერების სავარაუდო გამოყენებას. და ამ სკანდალის ანატომია თავისთავად გახდა სკანდალური, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება პირველი დღიდან აკეთებს განცხადებებს, მათ შორის ურთიერთგამომრიცხავს, აბსოლუტურად შეუთავსებელს ერთმანეთთან, თავიდან, როგორც ჩანს, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა კომელაურმა დაადასტურა ამ ქიმიური შენაერთების შსს ბალანსზე არსებობა, მაგრამ შეეცადა, რომ ჩაედო ნაცებისთვის, ნაციონალური მოძრაობისთვის, ისევე როგორც ყველაფერ სხვას, ესე რომ ვთქვა, ცდილობენ, რომ შეტენონ წინა ხელისუფლებას, ხო, მათ შორის საკუთარი დანაშაულიც. და მაგრამ მე დაფიქრდნენ და მივხვდნენ, რომ ეს იყო სულელური ვერსია და თვითონ ამ ვერსიამ წინასწარ დააზარალა ხელისუფლება, გამომდინარე იქიდან, რომ დასტურდებოდა ამ შენაერთის არსებობა და მოგეხსენებათ თოფი, როდესაც კედელზე კიდია, ეჭვი ძლიერდება, რომ ამ თოფმა შეიძლება რაღაც მომენტში გაისროლოს, ხო? შესაბამისად მოხდა დღევანდელი მოქმედის შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან ამ ვერსიის უარყოფა, შემდგომში თავიდან რბილად ის ამბობდა, რომ არათუ ჩვენ, არამედ წინა ხელისუფლებასაც თითქოს ეს კი არაფერი შეუსყიდია და შემდგომში უკვე კიდევ ერთი დაზუსტება მოხდა, მას შემდეგ რაც ხელისუფლება მიხვდა, რომ დოკუმენტები არსებობდა, რაც ამტკიცებდა გარკვეული შენაერთების შესყიდვებს, ქიმიური შენაერთების შესყიდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, უკვე ჩაერთო მძიმე წონოსანი პოლიტიკა, რასაც ქვია და პრემიერ-მინისტრმა აკეთა განცხადებები, ესე რომ ვთქვათ, მანიპულაციური განცხადებები და არაერთი განცხადება გააკეთა ამ კუთხით. ბუნებრივია, როდესაც აი ესეთი ვითარება იქმნება და ესეთი ესე რომ კაკაფონია ისმის, ხო, განმარტებების ხელისუფლების მხრიდან, თავდაცვითი განმარტებების, ეჭვები კი არ ქრება, კიდევ უფრო ძლიერდება, ძველ კითხვებს ახალი კითხვები ემატება და აი ესეთი მოცემულობა იკვრება. ხელისუფლება ცდილობს, რომ გადაიტანოს აქცენტები, რაღაც ვექტორები შეცვალოს, აი მაგალითად ერთ-ერთ მკვლევარზე თქვეს, რომ მან თავიდან რაღაცა თქვა თითქოს და მე ეს უარყო და გადათქვა და ამ შემდეგ სინამდვილეში ესე არ ყოფილა. ეს არის კგბ-შნიკური რუსული სპეცსამსახურების მეთოდი, აქცენტების გადატანის მეთოდი იმისათვის, რომ დისკუსიას შეუცვალონ მიმართულება და საგნობრივიდან გადაიყვანონ უბრალოდ დემაგოგიაში და ამით ესე რომ ვთქვათ, მინიმუმ ესე გარკვეულწილად ფრეთ დაამთავრონ ეს ყველაფერი, ხო? აი ამ პროცესში ვართ დღეს, ბუნებრივია ხელისუფლების რიტორიკა არის შიგა პოლიტიკური მოხმარების ძირითადად, ისინი ელაპარაკებიან შიგნით ვიღაცას, იმიტომ რომ მათი ამ დემაგოგიური რიტორიკით ბუნებრივია ვერ შეაჩერებენ ამ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებულ გარკვეულ პროცესს, რომელიც ინიცირებული შეიძლება იყოს საზღვარგარეთ, პირველ რიგში ბრიტანეთში და მერე დომინოს პრინციპით ევროპაში და შეერთებულ შტატებში, მაგრამ მათთვის, ესე რომ ვთქვათ, აუცილებელია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ შიგნით, ესე რომ თავისი მომხრეები შეინარჩუნონ და მათი მხრიდან კრიტიკა არ დაიმსახურონ, ამიტომ ისინი აგრძელებენ ამ დემაგოგიურ ხაზს. გარდა ამისა, ესე რომ ვთქვათ, ჩვენ ახალი თემა, პრინციპში ძველი ახალი თემა ვიხილეთ, როდესაც პაპუაშვილი ითხოვს ლელოსგან გამიჯვნას, ესე რომ ვთქვათ, იმისგან ალეკო ელისაშვილისგან, რომელიც ტერორისტად არის შერაცხული ხელისუფლების მხრიდან და ის პარტიიდან გარიცხავს. მას უხსნია, რომ ის არ არის ესე რომ ვთქვათ, წევრი, ხო, ლელოსი და არანაირი ფორმალური რაღაცა ესე რომ პროცედურა არ არსებობს მისი გარიცხვის, გამომდინარე იქიდან, რომ ის წევრი არ არის, თუ დაგმობას ითხოვენ, დაგმობა არ არის სამართლებრივი ქმედება, ხო?
ასე რომ ესეც ერთის მხრივ ტაქტიკურად აი ამ სკანდალის ქიმიური იარაღთან დაკავშირებულ სკანდალის გადაფარვას ემსახურება რომ ადამიანებმა ამაზე ილაპარაკონ, მაგრამ სტრატეგიული მიზანი სხვა არის, ხო? მოგეხსენებათ იგივე ლელოზე აღძრულია საბოტაჟის მუხლით საქმე და უნდათ რომ აი რაღაცნაირად ამ საქმეში ეს ელისაშვილის кейსი შეტენონ თუ ჩაუფინონ ამ საქმეს, რომ ესე რომ ვთქვათ ლელოს საბოტაჟი დაადასტურონ, იმიტომ რომ სხვა პრინციპში მათ არგუმენტი არც არაფერი არ აქვს. აი ესე მოქმედებს ხელისუფლება და ალბათ ვიხილავ ჩვენ ორშაბათს ლელო გამოცხადდება ტერორისტულ პოლიტიკურ ორგანიზაციად, რასაც რა თქმა უნდა სამართლებრივი განზომილება არ აქვს, მაგრამ პოლიტიკური პროპაგანდისტვის როგორც ჩანს ხელისუფლება თვლის რომ ეს გამოადგება. აი ამ მიმართულებით მოძრაობს ქვეყანა, რაც ბუნებრივია თუ ესე გაგრძელდა დამთავრდება სრული სახელმწიფოებრივი კატასტროფით და ჩვენ საბოლოო ჯამში თუ რაღაცა სერიოზულად არ შეიცვალა, მივიღებთ რუსეთის დანამატს, რუსეთის იმპერიის ნაწილ კვაზი სახელმწიფოებრივ წარმონაქმს და მეც არაფერს. დღეს სულ ეს იყო, ამით გემშვიდობებით.